ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა საგამოცდო ცენტრის სტატუსით ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს ბოლოჯერ მასპინძლობს. აბიტურიენტები მომავალი წლიდან გამოცდებს მშობლიურ სკოლაში ჩააბარებენ, თუმცა მოვლენებს წინ გაუსწრებთ. დღეს ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები გამოცდას მათემატიკაში აბარებენ. თუ წინა გამოცდებზე აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრთან უფრო დიდი ხნით ყოვნდებოდნენ და რეგისტრაციას ბოლო წუთებში გადიოდნენ, დღეს ვითარება შეცვლილი დაგვხდა. დილის 9-ის ნახევარზე ადგილზე მისულებს 70 აბიტურიენტიდან გარეთ მხოლოდ ერთი, დავით ჭელიძე დაგვხდა. დავითმა რეგისტრაცია წესისამებრ გაიარა. სესიის წინარე მღელვარება კამერებთან ვერ დაფარა. რავი, მომზადებული ვარ და ვინც მზადებოდა წელს ეროვნულ გამოცდებზე, მეგონი ყველა ჩააბარებდა. ძალიან რთულის არ იყო და ადვილის არ იყო და მეგონი ყველა ჩააბარებს და ყველას წარმატებას. ერთიანი ეროვნული გამოცდები, რაც უფრო ფინალისკენ მიდის, გულშემატკივართა რიცხვი თანდათან კლებულობს. აუტანელ სიცხეში, ვისაც საგულშემატკივროდ მისვლა არ ეზარება, მშობლები და ბებია ბაბუებია. ეროვნული გამოცდები საკმაოდ კომპეტენტურია, შეუძლია ეროვნულ გამოცდებზე გამოავლინოს მოსწავლემ თავისი ცოდნა. ჩემი შვილიშვილი საკმაოდ კარგად მოემზადა, პედაგოგები კარგად მუშაობდნენ ძალიან. წინა გამოცდებზე მაყოფილია შედეგებით, თუმცა ჯერ შედეგები არ არის, მაგრამ მაინც როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ჟავანაძე მათემატიკასთან ერთად მთლიან საგამოცდო პროცესს აფასებს და წლევანდელ გამოცდებს შემდგარს უწოდებს. შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა მთლიანად ეროვნულმა გამოცდება, ჯერ 2 დღეა დარჩენილი, მაგრამ მაინც შეიძლება ასე ითქვას და პრინციპში თვითონ შეუძლიათ შეაფასონ აბიტურიენტებმა და პედაგოგებმა, რომელიც აბარებდნენ ცენტრში. 7 ვითარება იყო საკმაოდ, ამინდებმაც გაგვიმართლა, ამან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამინს და არ იყო ესეთი ცხელი დღეები, როგორც ჩარშანი იყო და ფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ვითარებაა. მთელი საქართველოს მასშტაბით 35,000 აბიტურიენტი, წინასწარ შერჩეული 12 ქალაქი და 17 საგამოცდო ცენტრი, რომლებშიც წლებია საგამოცდო ციებ-ცხელება მიმდინარეობს. მომავალში ვითარება რადიკალურად შეიცვლება და კურსდამთავრებულები ტესტირებას არა ცენტრში, არამედ მშობლიურ სკოლაში გაივლიან. ეს არის ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილება. იმდენად, რამდენადაც სკოლის როლი და ავტორიტეტი ბევრად უფრო ამაღლდება. რა თქმა უნდა, პასუხისგებლობაც უფრო მაღალი იქნება სკოლის, ქვედარგოლის და შესაბამისად ცოდნას ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა. შემდეგ კიდევ ბავშვები მშობლიურ გარემოში ჩააბარებენ ამ გამოცდებს და რეალურად იქნება ის, რომ უნარჩვევების ერთი გამოცდა დაემატება და ეს გადაწყვეტავს მათი გრანტის ბედს. კარგია ძალიან, იმიტომ რომ გეცოდინება ეგრევე ქულები, რომ ჩააბარებ, იცი რომ ჩააბარებ რა არ მოგიწევს სთა და ლოდინი. თუ სკოლამ მოსწავლეებმა უფრო უნდა მოინდომონ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ და რა თქმა უნდა შედეგები უკეთესი იქნება. ნაკლები დრო დაიხარჯებათ მოსწავლეებსაც ვიარონ საგამოცდო ცენტრებში, თავის სკოლაში ჩააბარებენ. რა თქმა უნდა ეს ემოციურადაც უფრო ნაკლებად დატვირთულები იქნებიან და მიმაჩნია რომ შედეგები საკმაოდ კარგი იქნება. 19 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრებასთან ერთად აღნიშნული საგამოცდო მოდელიც დაასრულებს არსებობას. უკვე მომავალი წლიდან ახალი 8+1 ამოქმედდება და აბიტურიენტები საკუთარი სკოლიდან უნარჩვევების დამატებული გამოცდით შეეცდებიან გახდნენ სტუდენტები.